რუბრიკაში ავტომობილი დავემგზავრებით ანსამბლ ერისიონის სოლისტს ცეკვავენ ვარსკვლავების მონაწილეს დათო გოგრიჭიანს. ცეკვავ კარგად, ნახოთ როგორ მართავ ავტომობილს. დათო გიგა კუხიანიძემ დაგიტოვა კითხვა. ავტომობილი და გუყურე სხვათა შორის. როგორ წარმოგიდგენი რომ შენი მანქანა ერთვენიერ დღეს გააჩერო და დაიწყო ჩემსავით საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოძრაობა. შეძლებით შევძებ რა თქმა უნდა. იმიტომ ხანდახან მიწევს ხოლმე. მაგრამ სურვილი არ მაქვს დიდად. როგორი მძღოლი ხარ? აი როცა ძალიან კარგ ხასიათზე ვარ და მუსიკები მაქვს ჩართული, უფრო ნელა დავდივარ და როცა ჩუმად მივდივარ და სადმე მიმეჩქარება პირიქით. ძალიან დიდი ხანია ცეკვა. ასევე ბავშვებს ასწავლე. ცეკვა და კონცერტები უფრო საპასუხისმგებლო და ისეთია შენთვის დაძაბული თუ ის რომ შენი ცოდნა გაუზიარო ბავშვებს. ზოგადად საპასუხისმგებლოა ორივე, მაგრამ ნახე რა არის სცენაზე გამოდივართ სულ 2 წუთი, მაქსიმუმ თე პროგრამას თუ ცეკვავთ 2 საათი და ეს არის დიდი შრომის შედეგი და იმ ყველაფრის შედეგი, რასაც ყოველდღე ვაკეთებ. მთელი დრო იხარჯება მაგაში რა, რომ გამოვიდეთ და ის 2 საათი ვიყოთ ჩვენი თავის ყველაზე კაი ვერსიები. იყავი შენს ანსამბლთან ერთად ევროვიზიაზე. 4 ადამიანი შეგვარჩიეს. გრძნობდი ძალიან დიდ პასუხისმგებლობას და სიამაყეს რა თქმა უნდა, თან მით უმეტეს მარიამი მაგ ფარგლებში არ გამიცნია, ისედაც ვინი ხანია ვიცნობდა. გამიხარდა რომ მასთან ერთად ვიქნებოდით და გვერდში დავუდგებოდით. როგორც ლაივზე გამოვედით ჩვენ და ლაივზე ვიცებეთ რაც ხახმა ნახა და მაყურებელმა უყურა, 14 დღე ვიყავით და 10 დღე ყოველ დღე 2-2 ჯერ ვეყავდით იგივეს. შენი მეუღლე არის შენი ანსამბლის წევრი ასევე, ერთად ცეკვავთ. დიდი ხანია უკვე ერისიონში, სახელმწიფო მასშტაბში უკვე დიდებში ესე ვთქვათ, ცეკვავთ ერთად და ვაკეთებთ ამ დიდებულ საქმეს და კაია ერთად რო ვართ, იმიტომ რომ ერთ საქმეს ვაკეთებთ, გვიყვარს ჩვენი საქმე ორივეს. ხა, საერთო ინტერესი რა. ერთადაც რაღაცებს ერთადაც ვასრულებთ. როგორც იცი, შენს მეუღლესაც ძალიან უნდოდა ცეკვავენ ვარსკვლავებში მონაწილეობა. ძალიან გულშემატკივრობს. ძალიან. ეგეთი მაგარი გულშემატკივარი, ნუ არაფერში არასდროს არ მყოლია, просто ჩემზე მეს ნერვიულობს. ბავშვები რო გიყურებენ, რო ცეკვავ. დიდათ ეხა მე მგონი ვერ აღიქვამენ რა, რაც ხდება. მე მამა უბრალოდ მცნობენ, მეტი არაფერი. მცნობენ. უბრალოდ მცნობენ ტელევიზორში. ანუ მამა არ ავიწყდებათ. მამა არ ავიწყდება. ლუსიმ შეიძლება უფრო მეტად მიხვდეს, რო დამინახოს ტელევიზორში ჩამოჯდეს ვიდრე ბავშვები პატარები არის. ლუსი არის მისი ცუგო. ამბობენ ხოლმე, რომ ქართულის მოცეკვავეებსო ძალიან უჭირთო ლათინის და სტანდარტის ცეკვაო და ასევე პირიქით. ლათინის მოცეკვავეებს უფრო მეტად უმარტივდებათ, რასაც ვუყურებ. აი, ჩემი კითხვაც ეს იყო. ეხა ერთი კვირის მანძილზე რაც იმუშავა პროფესიონალმა სამეჯლისოს მოცეკვავეებმა, აი ძალიან მაგრა იცებოს და ძალიან მაგრა შეასრულეს. ჩვენ შემთხვევაში ცოტა უფრო რთულადაა საქმე, იმიტომ რომ ჩვენ ვრჩებით ჩვენ თავებთან, ჩვენ პროფესიაში და ბავშვობიდან ვიცით ის, რომ უნდა ვიყოთ ინდივიდუალურები და ეს უფრო ლამაზი სანახავია რა. ცეკვავ ვარსკვლავებში იღებ მონაწილეობას. დახლებოდი აი ამ ხელაში რომის და ამ ეხლა მენდომებოდა კიდევაც წინასწარ. კი არა რომ მორჩება, არ ვიცი ადრე მორჩება თუ გვიან, მაგრამ რომ მორჩება ალბათ ძალიან გამიჭირდება. ხო, აი მაგ დროს ტვინში რა ხდება, ეგ მაინტერესებს. აი თავიდან პირველი 2 ეპიზოდი რო იცეკვებ, ალბათ ფიქრობ, რომ აი ცოტაც ვიცეკვო რა, მაგრამ რო გადიხარ ამდენ ეტაპს უკვე და აი ფინალს უახლოვდი, მე უფრო გიჭირს, ხო? მე მგონი დატოვება. კი, იმიტომ რომ ამდენი შრომა უკან გრჩება და ყველაფერს ხედავ, აფასებ, წინასწარ უფრო ვერ აფასებ ყველაფერს, ვიდრე უკანაც მოიტოვე, იმას უკვე აანალიზებ კიდევაც და აფასებ კიდევაც. აქ ეხა ხალხი რო გავიცანი, ეს მონაწილეები, პროფესიონალი მოცეკვავეები, ეს ჯგუფი, თუნდაც შენ რო გავიცანი ეს ხალხი ძალიან შეგიყვარდით. ძალიან შემიყვარეთ, მინდა გითხრათ და ყოველთვის მექნება ურთიერთობა და დამრჩება და ერთ-ერთი მთავარიც ესაა რა. იმდენად ქაოსური რეჟიმი გაქვს, რომ აი შენს ავტომობილს ვერ დააყენე საშველი და ბოლომდე ვერ მიიყვანე, ხო? ვერ გააკეთე. ეხლა ჩაწერამდე ამბობდი, რომ აუ ჩემი მანქანით არა არის გამოსაჩენი მეთქი, მაგრამ არა ეს არის ჩემი მანქანა ძალიან დიდ
პატივსცემს და მეც პატივსცემ, იმიტომ ძალიან მიყვარს ეს მანქანა. რა დაემართა შენს მანქანას? სოფლიდან მოვდიოდით ქალაქისკენ. და დაგვიტორმიო ცუდად ავტომობილმა და დავიჯახეთ უკნიდან. არა უშავს გაკეთდება პროექტი და სრულდება. მთავარია პროექტი ბოლომდე იყო და მეერე მიხედა. კეთდებოდა. ხელოსებთან ნაწილების დატოვებული მაქვს და დააპაუზო. ზოგი მირეკავს. რატო არ მოდიხარო, მაგრამ არ მცალია ფიზიკურად. მიყურეთ ორშაბათს თქონდა უთხრათ. არა, მაგას ყველას ვეუბნები. როგორი ბავშვი იყავი? მგონია რატომღაც რომ იყავი ძალიან მოუსვენარი, ესეთი აი არა, სხვათა შორის სოფელში ძალიან დიდ დროს ვატარებდით მე და ბებია ჩემი და ჩემი ოჯახი სწორედ, მაგრამ ბებიას იმიტომ აღნიშნავთ ერთი ძალიან ბევრი რაღაცა მასწავლა. მე კიდე დიდ დროს ვატარებდით მარტო მე და ბებია სოფელში და თუ იყო ხი და ბარი ამხელა ჩემთვის უფრო პატარებიც არსებობდა და მასწავლიდნენ შრომას, ადამიანებთან დამოკიდებულებას. რა გაღიზიანებს მძღოლებში ყველაზე მეტად? ყველაზე მეტად აგრესია მაგიზიანებს არა მარტო მძღოლებში, მაგრამ მძღოლებში განსაკუთრებით ესე რომ აგრესიულები რო არიან, მით უმეტეს როცა არ იმსახურებ, ვცდილობ ხოლმე რომ არ მომეშალოს ნერვები და არ აუყვეს. ვიღაცამ რამე შეიძლება მოგაძახოს. ქალბატონებს ემართებათ ძალიან ხშირად სხვათა შორის მოძახებები არ მინდა ესე ქალბატონები და მამაკაცები რამით გამოვარჩიო, მაგრამ მქონდა რამოდენიმე შემთხვევა, რომ ძალიან ცუდი ტონით მომაძახა. და რა ქენი? ერთი ორჯერ არაფერი რა თქმა უნდა, რა უნდა მეკი თუ აყვები იმაზე უარეს გამოდიხარ. ძალიან მშვენივრად მართავ ავტომობილს. მადლობა. მეყვარს ავტომობილის მართვა. ძალიან პატარა ასაკიდან დიდ მანქანაზე ვისწავლე ტარება სოფელში. რა მანქანა იყო გახსოვს? გაზიკი. რა ხელა იყავი? 7 წლის. როგორ წდებოდი მე რებედა? ხო, ცოტა ახლოს აქ. მამა ჩემი მაძლევდა მაგის უფლებას, რომ ერთი TV-ს ვინიდან მეორე TV-ს ვინამდე გადამეყენებინა ხოლმე და აუ რა ხელა სიხარული იქნებოდა ეგ შენთვის. ძალიან და სოფელში უფრო მაგიტო უფრო მივიწევდი ხოლმე, რომ ბევრი რაღაცეების საშუალება მქონდა. ხო, თავისუფლება. ხო, მაძლევდნენ რაღაცეების უფლებას. მინდა რომ ჩვენ შემდეგ სტუმარს დაუტოვო კითხვა. რამდენად ხშირად არღვევთ მოძრაობის წესებს და რამდენად სწორად მიგაჩნიათ ეს ყველაფერი. აბა, ძალიან დიდი მადლობა ესეთი საინტერესო საუბრისთვის. პირიქით დიდი მადლობა ძალიან მისიამოვნე მე. ძალიან მომწონს შენი გადაცემა, თავის განსხვავებულობით. ამ გადაცემას არც ერთი არ აქვს, ის მხოლოდ ავტომობილებზეა. ვათქმევინე. მადლობა. დათო გოგრიჭიანი.